უკვე შედიხარ კონსულთან? რიგში ხარ. ხო, დღეს პირველად მივდივარ სამსახურში. ხედავ, მამა ჩემს ხო ეგონა დამოუკიდებლად საჭმლის ჭამაც არ შემეძლო. ხო და დღეს სამსახურს ვიწყებ. რა? ნიკა უკვე გავაღვიძე, ძეძდალია და სკოლაშიც წავიდა. ერთი წუთით ელენე, ნიკა ჩამოდი დაგაგვიანდა სკოლაში. ხო. რა? არა, ეს გვერდით მეზობელმა გაიცინა ისევ. არა, რატო ნერვიულობ, ელენე, ბავშვი, აქ არა ვარ. ხო. კარგი, დარეკე რა სიზამ, კარგი. კარგი. დღეს სკოლაში არ წავალ რა. რატომ? იმიტომ რომ ცივა გარეთ. ესე იგი მთელი ზამთარი სკოლაში არ უნდა იარო. რა მაგარია, ეგ კი არ მიფიქრია, მიყვარს ზამთარი. აბაჩქარ არ ძედალიე და სკოლაში? რძე, ეს ჩართა სად არის რა? სადაც შეინახე იქ არის. არა იყო, ელენე იქნება, არა იყო ნიკა. ძე დავლიე უკვე. ხო, კარგი, დალიე უკვე. ხო ელენე, ხო. სხვისი რიგი ყოფილა. ხო და რას გეუბნებოდი, წარმოგიდგენია მენეჯერად ამიყვანეს. არა, მამა ჩემმა არ იცის. არ მაინტერესებს ეცოდინება თუ არა, დედას უთხარი და დედა ეტყვის. ხო. კარგი, დარეკე რა სიზამ. კარგი. უი, თეკლა. გილოცა მუშაობის დაწყებას ძალიან გამიხარდა. თაიმე, დიდი მადლობა ნიკა. რა საყვარელი ხარ ხოლმე ხანდახან? რა მადლობა. დედა მითხრა მიულოცე და საფრანგეთიდან Xbox ჩამოგიტანო. ნიკა, აბა წავედით შკარა. რა არის ეს ნიკა? ნიკა, ეს რა ბეჭედია? ეკა მასწავლებელმა ხო გამომატანა უკან მამასთან. ეხა მამამ გამატანა უკან მიუტანეო. დამღალეს რა, ვერ ჩამოყალიბდნენ. ზოგს რა ბედი აქვს და უი, თეკლა. ხო. მამამ თუ ეკა მასწავლებელი ცოლად მოიყვანა, რა უნდა დაუძახო? დედა თუ დედამას? კარგი იქნება, ხო იცი? ცუდად თუ მოიქცევი, მშობლის დაბარება აღარ დაჭირდება და სახლში ეყოლება. ეგ რა მაგრად, ხო? მოდი არ წავალ სკოლაში. აბაჩქარა სკოლაში? რა მძიმეა. ლაშაბიძიას მაინც დაველოდები და გაიგუძებს და წამიყვას. ლაშაბიძია არ არის სახლში. ისე ელენე ამბობდა, დილით აბაზანიდან რაღაც ხმები მესმოდაო და ჩამოვედი თუ არა, გაიქცა სასწრაფოდ სახლიდანო. შენ მაინც დამეხმარე. არა, მე არ მცალია, სამსახურში მაგვიანდება. სამსახურში თუ გაგვიანდება, რა დროს ჟურნალია? არა, მართლა კი არ მაგვიანდება, ნიკა, სულ მინდოდა ესე მეთქვა. უკაცრავად გამარჯობა. აბაზანაში დღეს დილით რაღაც ხსნარი დამრჩა შამპუნის ბოთლში და ვინმეს თავი ხომ არ დაგიბანია. არა? არც თქვენ? არა. ძალიან კარგი. უკაცრავად განათქვა. რომელი საათია ნეტა? 10:09. მადლობა. როგორ მაგვიანდება სამსახურში?
რა მართლაც ის ნახევარია? ვაიმე მართლა მაგვიანდება ნიკა ჩანთა აიდე? არაწავედით? უბრალოდ იმ ხსნარის წაღება დამავიწყდა. ნიკა აიღე ჩანთა, წავედით. წავედით. მართლა არ დაგიბანიათ ამ ხსნარი ფშავი? არა, მაგით არ დამიბანია. ძალიან კარგი. კარგი, წავედით. ეს რა იყო? და მე ვიყავი, მე, წავედით. ნიკა. რა ჩავიცვა ეხლა რა ჩავიცვა ესენი არა ხო ამას ჩავიცმევ სვეტას უყვარს ასეთი ფერები ბაბუ ვინ ჩამიდოა ეს კანფეტები ბალეშის ქვეშ, ჰა? მე დავაწყე, ბაბუ. რატო? ვიფიქრე, კარგად ტკბილა დაეძინება მე. კარგი რა ბაბუ, რა ტკბილად ფებში ჩამეწება ძლივს გამოვისარებას. არი ვერ გავიგე. რას რა? თამაშია რა, თუ რასაკ? რა თამაშია? დღეს ხო ბანკეტი მაქვს, კაცო. ბანკ დღეს კლასელების ბანკეტი რა? კლასელების ბანკეტი. გინდა ჩემი ძალიან მაგარი პერანგი გათხოვ, ჰა? არა, შენ ძველმოდურია და არ მომწონს. აი, ავარჩიე უკვე, ავარჩიე. რას ლაპარაკ? ვარცლა, ხო მისმინე ეხლა. ის ქალბატონის იქ იქნება? ვინ? სვეტა? ჰა? აბა რა. აი ბაბუ. აი. ევენ სვეტაჯოს მაგის გულისთვის ვაკეთებ ამ ბანკეტს. ხო. თორემ ხო. ალბათ რომ მეც აი ქალბატონო სვეტა. აპატიეთ? ხელზე გიამბოროთ? თქვენ ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მშვენიერდებით. ბაბუ, იქ მაინც ბევრი არის ეკო თუნდაც გახტებით ამბულ დაგეხვევა ბაბუ. არა, არ გავხდებით. არ გავხდები. აჰა, უყურე, არ გითხარით, მოდი, გითხარით, თუნდაც გახტები მის. დამსვია. მოდი, დაჯექი, ხო? კარგი. ჩამოუში ეს ხელი, კარგი. აჰა, დაჯექი, რა იყო, რა გამოგივიდე. ესე როგორი ბიჭი ვარ, ხო, კარგი ბიჭი ხარ, ბაბუ, ხო. კარგი, მაგრამ რა ვიცი, ესე მაინც ულვაშებს ხო არ გაიპარსავდი, რა? არა, ბაბუ, არა, სვეტას მოწონს ულვაშები. ალბათ. სკოლას რო ამთავრებდით? ვიცოდით რომ სვეტას ულვაშიანი ბიჭები უყვარს. არა და მე არ ამომდის ეს ულვაში არ ამომდის. არ ამოვიდა 1 წელი, არ ამოვიდა 2 წელი და გავგიჟდი კაც. იცი რა გამახსოვს, მაგაზე გამახსენდა ბაბუ, რო არ ამოგდიოდა და შავი ნახში რო წაის, გახსოვს? აი მე ვარ, რომ მიდიოდი წიმამ რომ მოგისწრო და შავი ტუჩებით რომ მიხვედი მე. გასაგებია. უნდა მიიყვანო დოილის ტემპერატურამდე. 100 გრადუსი ცელსიუსით, ხო? ნუ ხო. და მასში მოათავსე 4 ერთეული. და 4 საკმარისი იქნება? ნუ იყოს 5. კარგით, მაშინ ავიღებ 5 ერთეულს და ეს რა არის?
ბაბუ, შენი სუნამო მათხოვე. სუნამო იქ არის, კარადაშია და აი. კარადაშია, ხო. სვეტას უყვარს დიორი. დიორი? ხო, დიორი და ულვაშები. დიორი და ულვაშები. ო, დიორიანი ულვაში. მითხავს რა გაცინებ? ვაიმე, ბოდიში, ხო, უკაცრავად რა. რაშია? ნახეთ რა ვნახე გუგასკარში. რა ნახე რა? რა და რეზერვში მიყავთ? რას ლაპარაკობ? რეზერვში. აუ, მეშველება. რა გოშველება, კაცო, რა გოშველება. ვაიმე, მარჭა მოეგ. ის რა ქვია, რა გავიგე რომ რეზერვში მიყავდათ, გუგა ვინერვიულე და ძირს დამივარდა. ბოდიში. რა მაგარია, რა მაგარი თამაშია. აი ამ ეტაპზე გეუბნებოდი, მომვეგ დავხურე. აი დღეს შენ გამატანე ეგ ტელეფონის სახში და ნახავ თუ არ დავხურე. თეკლა. უი, ვიკა. აქ რა საკეთებ? პოპკორნს ყიდი? რა, საიდან მოიტანე? კი არ ვყიდი. ჭამ. გაშერეშები აქ. მე კინოს უნდა ვუყურო. მოხდა მეც. აჰა, ბევრ პოპკორნს თუ გაყიდი, კინოსაც გაყურებინებენ? მაგარია. ვიკა, მომისმინე. შენებს არ უთხრა და 10 სურვილს შეგისრულებ. 10 რა მაგარია, 50. 10. 50. 10. კარგი იყოს 10, მაგრამ შეიძლება ვინმესთან წამოვხსდეს. კარგი იყოს 50. აზე არ ხარ, 60 უნდა გეთქვა. პოპკორნი გინდა? კი. 2 პოპკორნი თუ შეიძლება. როგორ მეუხერხულება ფულს რომ არ გვართ. ჩქარა ტელეფონი. წამოდი თორე დაიწყო ის ფილმი. იცი რა სასაცილოა თურმე? კარგი რა, ამაზე სასაცილო რა უნდა იყოს. თეკლა. 50 სურვილს თეკლა. ნიკა. პროფესორო, აი რომ მითხარით დაგეხმარებით დიდუბელი სოსოს დაბეჭდაშიო, ეგერ მოვიტანე. აი ამობზად ჩავამთავრებ და ეხლა მოვხდე. არა სისულელებს წერა სამგაზეთებში. მორჩი წერას. ხო, აი საბოლოო ვერსია. ესე იგი თქვენი ახლობელია, ხო ის რედაქტორი? კი, ჩემი ახლობელია, მაგრამ ამას რო წაიკითხავს, მე იქნება თუ არა ვერ გეტყვი. აი ვიხუმე, დაურეკავ და შეხვედრაზე შეუთანხმდები. აუ ისე ეგ საქმე თუ გამოვიდა, ერთი კაი საჩუქარი ჩემზე იყოს რა. აი რა საჭირო მეგობრები არა ვართ. აუ რა მაგარია. აუ რა საჭიროა მეგობრები არა ვართ. უთხრა სოსო მალხავს. აუ ერთსაც ჩავამატე. საბოლოო ვერსიას მოგცემთ. გამარჯობა მგოსანო. გამარჯობა პროფესორო. გამარჯობა ბაბუაშვილიშვილო. აბზან. რა იყო გუგა, რა ხდება, რა საკეთებ? რა ხდება კი არა დიდუბელ სოსოს მიბეჭდა. გიბეჭდავენ? ხუცი გეხმარებიან მაინც? ვინ გეხმარება მე თავში ჭკუა აქ იმასე. არა, ისე მეც მინდა დახმარება, რა ვიცი. მე ხა გუგას ვეხმარები და ამცალია და იმას თქორე დახმარება. რა გჭირს? რა მჭირს და ხო იცი თეკლას მიმართ რა გზნობები გამაჩნია, იცი, რა ემოციები, იცი, რა საომავლო გეგმები, ეგეც ხო იცი? ხო და მომწონს ის გოგო, გუგა მომწონს. იმ გოგოს კიდე არ მოვწონო არა. არცაა გასაკვირი. აი, პროფესორო, რა რას მეუბნებოდი? რას გეუბნებოდი და რას გეუბნებოდი და მინდა რომ ოჯახში ავიდე თეკლასთან და მამამის დაველაპარაკო და არ ვიცი რა ვქნა გუგა. გადი.
დაუკითხავთ რო ავიდე მე თეკლას არ ეწყინოს და. არა ხვიდე. თუ ასლა ჯობია. ხო, ადი. ხო და რო არ ავიდე? ხო, არა ხვიდე. ოჩახ, მაგრა დამეხმარე შეხლა ოჩახ. რა ყურები ჩამოგიყრია? მეტი სიცოცხლე, მეტი ენერგია. ეგრე ვის უნდა მოაწონო თავი? აუ რა მაგარია. ეგრე ვის უნდა მოაწონა თავი? აუ ერთიც. საბოლოო ვერსია. ჩავასწორე. არა მითხარი ახლა რა გინდა, თორე 1 საათი გაზეთს უნდა დაუბრუნო. ავიდე თეკლასთან სახში თუ არა? რომელ სართულზე ცხოვრობ? მე-9. ლიფტი თუ მუშაობს უნდა არა, იცი რა არის ხა მე მაგაზე ვიფიქრე პროფესორო და არა, მაინც ლიფტს ვერ ვენდობი, არა. არ შეიძლება, არა. მაშინ მონეტა ავაგდოთ და იმის დამხეით თუ რა მოგივა, ადიან არა ხვიდა. აუ რა მაგარია. თუ კარგი ავაგდოთ მონეტა, უბრალოდ რა ვერ გავიგე, იცი ახლა თუ ბორჯღალზე თუ დაეცა, მაშინ ავიდე თუ ლომზე თუ დაეცა, მაშინ ავიდე, თუ რა ვქნა? მაშინ ჯერ ავაგდოთ რაზე ახვიდე? ხო. და მე ავაგდოთ ახვიდე თუ არა? აჰა. ეგ მაგარია, ხო, კარგია, ბა. აი უყურე, გაგორ, ძალით გაგორდა ეხა, ძალით გამიგორდა, გეუბნები რა, საწავიდა ეხა, ჰა. სად გაგორდა, საწავიდო და ეხლა. მოკლედ პროფესორო, ბორჯღაზე იქნება დარწმუნებული ვარ, ხო? ხო და მე მგონი უნდა ავიდე ეგრე ჯობია რა, წავედი, აბა დიდი მადლობა. შენ რაღაცეები ჩაამატეთ, ან გუგა, მიდი. ლომზე დაჭდა. არ უნდა წასულიყო. შემიძლია ამ ქალის სატანა რა. აი ხა მართალია ვიცი ხა დედამთილი რომ არა ნუ ყველაფერს ხო თავისი საზღვარი აქვს რა. აი ყელში ამოვიდა რა. აი ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი. დაგირეკა. საგარანტიო სამსახური გისმენთ. დიახ. საგარანტიო ტალონი თუ გაქვთ მოიტანეთ და არანაირი პრობლემა არ იქნება. დიახ. ნატო. ხო. ნატო, გახსოვს დღეს რომ ნინოს დაბადების დღეა? კი. უყიდე საჩუქარი. კი, შენ? მაჩვენე რა. ჯერ შენ მაჩვენე. ჯერ შენ რა. ო, ჯერ შენ მაჩვენე. აი, რა გემართება რომ მაჩვენე. ო, ჯერ შენ მაჩვენე და მე მეკაჭვენ. ჯერ შენ რა. საგარანტიო სამსახური გისმენთ? დიახ. ბიჭია 3-1. ნატოს თხოვა? 4-0. საგარანტიო სამსახური გისმენთ? დიახ. საგარანტიო ტალონი მოიტანეთ და არანაირი პრობლემა არ იქნება. დიახ. არ არსებობს. ვაშა, რა დაგემართა? რა მოხდა ვაშა? დამპირდით რომ არავის არ ეთქვით და არ მოსდეთ თელ სამსახურს და არ ატეხავთ ერთი ამბავს. როდის იყო ლაშა რომ რამე გვითქვა? არასოდეს ამი არ მახსენ. ხო, როდის იყო? თათბირზე რომ ჩამეძინა? დინას კამერა ჩაუტეხე დირექტორს? ხო. მოიჭე ეგ თქვენ უთხარი? კარგი, მოკლედ პირდებით. კი, პირდებით ლაშა. არ მოსდებთ მეთქი თელ სამსახურს. არა. მიდი. ნუ მაშინ მოემზადეთ. დადე ტელეფონი. დადე ყურმილი. ნატო სოფო, დადე ყურ. კარგი, დავკიდებ, მაგრამ აი, მაშინ მოგვიყევი რა მოხდა ლაშა. მაშინ მოგვიყევი. მაინც არ მომეშვები თქვენ და. ნუ, კარგი. როგორ იყო ახლა ეს ამბავი? შევედი აბაზანაში. ხო და ავიღე შამპუნი. ნუ, შამპუნი მეგონა. წარმოგიდგენია? დამაცადე და მოგიყვები მე. ხო, ავიღე შამპუნი, რომელიც მეგონა რომ შამპუნი იყო, თურმე არ ყოფილა შამპუნი. რა სამმა? დამაცადე. ხო და რო დავიბანე ამით თავი მე მინათებდა. ხო და წავედი მე
ვიტალასთან და ალო ხო თეკლა და ელენე აგვიანებს სახლში და გასაღები არა გაქვს კარგი არ არის პრობლემა მოდი ჩემთან სამსახურში და მე მოგცემ ხო თეკლა მე ხო სულ სამსახურში ვარ კარგი გელოდები მოვიდი მინა მოვიდა გილოცა აი ეს შენ რა მადლობა ჩემგან ნახე გასულოცავ რა მინას დაბადებული ლამაზია მართლა საიდან იცოდი რომ ასეთი მინდოდა კარგი რა ნინო სამი თვე ამას გაიცახია მეც მაქვს შენთვის საჩუქარი ნახე რა გიყიდა როგორი ლამაზია დიდი მადლობა მოგწონს ძალიან ნინო მეც გილოცავ უბრალოდ მე აღარ მახსოვდა რომ დღეს შენი დაბადების დღე იყო და ანუ შესაბამისად საჩუქარიც დღეს არ აქვს როგორ არა აქვს ნინო საჩუქარი მაშას ისეთი საჩუქარი აქვს რა მომეცია ოშა ესეთი საჩუქარი ჩემთვის არავის არ გაუკეთებია ძალიან გიხდება ლაშა მოიცა არ მეკითხები რა და მე მართა არა სოფომ დამიმესიჯა და ყველაფერი მომიტყვა ცოტა კონიაკი მოვიტანე ნამხარი და რაღაცები ეს იმიტომ მოიტანე რომ დღეს დაბადების დღეა შენი ხო აბა და გუში არ დაიწყოთ ახლა დღესაც და ხვალიდან მოეჭოლი დიეტაზე ვარ ხო ხვალიდან დიეტაზე მაშინ არ არის ის არის და არ დაიწყოთ ახლა ყორფოსი დიახ ბატონო ჯემა დიახ მე ვარ გისმენთ დიახ არა ბატონო ჯემა რა საჭირო ახლა უფროსთან დარეკვა არა მე მგონი რომ ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს დიახ არა კი გასაგებია რომ ახლა ის მაცივარი ცოტა უბრალოდ საგარანტიო ტალონი ხო გაქვთ მოიტანეთ და ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს დიახ ფერი უთხარი რა საკეთებ არა ხო ნუ რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ მოდიხართ ჩვენთან სამსახურში ამ საგარანტიო ტალონი ხელში და მე რა არა ჩვენ არ არა გისმო არა როგორ გეკადრებათ ბატონო ჯემალ ახლა ჩვენ სერიოზული კომპანია სერიოზული ხალხი ვართ ახლა რადგანაც ესეთი საუბარი გამარჯობა ვაშა ტორონჯაძეს ვეძებ ვაშა აი ვაშა კარგი ვაშა კარგი ბატონო გია, როგორი ადამიანიც არის ისეთი მწერალი რო იყოს, ძალიან ნიჭიერი მწერალი იქნება. იქნებ დავეხმაროთ. ყველანაირად შევეცდები რომ დავეხმარო ეს მოთხრობები რომ დაუბეჭდონ. სახელი შემახსენი მოთხრობის როგორი სოსო? დიდუბელი სოსო. დიდი მადლობა. უკაცრავად. როგორ არის ახლა? თითქმის ზად არის უკვე? გამარჯობა. ავთო, გისმენ? ალო? ავთო? გუგა ხო არ გინახავთ? დღეს კი და ამ წუთში არა. უბრალოდ ბატონო გია მე გავალ ჩემს ასისტენტ ავთოს მოვძებნი და მანამდე თქვენი საუბრეთ ეს ნუცა არის გუგას და მის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი. სასიამოვნოა. მე გია ვარ. გუგას საქმეზე ვარ მოსული. გასაგებია. იცით არ გამოგადგებათ თქვენ გუგა? უკაცრავად? ხო, ეს არის წყალწარფიანია. არ არის პრობლემა. პროფესორმა მითხრა რომ კარგად წერს. ხო, მაგრამ რა ჭერს იცით კიდე? ვერ ხედ ძალიან ცუდად ხედავს და თან სმენის პრობლემებიც აქვს. არა უშავს, მთავარია რომ ნიჭიერია. ხო, მაგრამ იცით რა შემაწუხებელია? რას აკეთებს ხოლმე, იცით? ჩემთან მოდის ხოლმე კართან, აკაკუნებს და თან
მე ძახის ოღონდ როგორ იცით თან ნუცა აი წარმოვიდგინეთ ყოველდღე ესე აკეთებ მე იცით ჩვენთვის უფრო სხვა რამ არის მნიშვნელოვანი კიდე ჭირს რა იცით რა ჭირს აი ითიშება ხოლმე ესე დადგება გაითიშება და რაც არ უნდა უთხრა არაფერზე საერთოდ რეაქცია არ აქვს არ გამოგადგებათ რა გამარჯობათ პროფესორი ხობერ შემოსულა უკაცრავად გავიდა და ელოდეთ და მოვა მადლობა აი ეს არის გუგა გაიცანი გუგა ბატონიგია ეს გამარჯობა გუგა ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა აი იგივე დაემართა მე მგონი რაც გითხარით გუგა გუგა აი ხო გითხარით არ გამოგადგებათ თქო აბა როგორ არის საქმე ძალიან კარგად ბატონო პროფესორო იცით ჩემთვის ყველაფერი გასაგებია მე ეცავალ თუ შეიძლება კარგად ზადებული და ხო აღარ მოაკითხავთ გუგას რას ლაბორატორი აღარ ასწავლის მადლობა რაკენ გაგიკვირდება და წყალი მივიყვანე დუღილის ტემპერატურამდე მაშინ მოათავსე 5 ერთეული და მხოლოდ 1 გასკდა ვა ისევ ექსპერიმენტი ხო არა სოსისებს ხარშავდა და 1 გასკდა შეხედი იდე კაი თვალზე მაინც მეტყობა და ხერხი მანზე არ არა აგარი ტიპი ვარ თქვენი შვილი მიყვარს გიყვარს და აი აუთხრა ეხლა ბაბუას ესე რომ დამინახოს ეხლა ისევ დაიწყებს ნერვიულობა სუდად გახდება და არ ვიცი რა და რა საერთოდ არ ვეტყვი რას გაიგებს მოიცა ესე რომ დავხვდე რა ეხლა მივხვდება ვითომ რამეს რას უნდა მივხვდეს არაფერსაც არ მივხვდება თუ რაღაცაა ვეტყვი რომ სადარბაზოს კარს დავეჯახე და ეგ არის ბაბუ რა არის რა ხდება ბაბუ ჰა რა მოგივიდა ახლა არ დამიწყო რა მოგივიდა ვის ეჩხუბე რესტორნის კარებს დავეჯახე ვაიმე ბაბუ ბაბუ რა მოგივიდა ვის ეჩხუბე მითხარი ახლა არ დამიმაგრე არა გეუბნები რესტორნის კარებს დავეჯახე მე რას მატყუე ბაბუ ახლა რა რესტორნის კარებს დაეჯახე შენ თუ რესტორნის კარებს დაეჯახე მაშინ მე სადარბაზოს კარებს დავეჯახე ვაიმე რა მოგივიდა ვის ეჩხუბე ბაბუ კარგი დაწნარდი ნუნარიულობ მოგიყვება ყველაფერს დამშვიდი ხო თეკლას მამასთან ვიყავი ასულის ალაპარაკოთ მერე ხო და მივედი დავრეკე ზარი გაიღო კარი მამა ხარ მამა ვარ შემოდი შევედი ვეუნები უხსნი ეხლა ჩემს გზნობებზე ჩემს ემოციებზე ველაპარაკები ჩემს მომავალ მიზანზე ველაპარაკები ჩამოყალიბდი რაღაცა აზრი შემექმნა და მინდა რომ თავის შვილთან დაკავშირებით რაღაცა გავაგებინო უთხრა რომ მომწონს მაგრამ უცბად მეუნება გაჩერდი ეგ არ მაინტერესებსო გავჩერდი რა გვარი ხარო მე უთხარი ფერაძე აბა ეხლა არ ვიცი იმან რა გაიგო ან რანაირად გაიგო რანაირად მიიღო მაგრამ უცბად ბაბუა გამოექანა გიჟივით გაიგე გამოექანა და რომ მორბის ეხლა მეც ხო უყურებ აქედან დრო ხომ აქ სანამ მოვა არა სანამ მომბარდება და უყურებ ფიქრობ კაცო რა უნდა რატომ მორბის რა უნდა ჩემგან რა დავაშალე და ამ დროს ბაბუ ეხლა რომ მივხვდი რომ ცოტა დაიძაბა სიტუაცია გაიგე და რომ მორბის ჩემსკენ რა უნდა მომიახლოს და შენი სიტყვები გამახსენდა ბაბუ რომ სილამაზე ყველაფერს გააჩერებ და ყველაფერს მოერევა და შეაჩერებ და შეუსვირე შენი მარჯვენა ეს გავახვედრე ბაბუ და თან გაუღიმე და აი კარგი გუნერვიულობ დაწნარდი კარგი ბაბუ რაც არის არა უშავს წვეთებს მოვიდა არა წვეთები არ გინდა ბაბუ არ გინდა ის მოიდანე ყინული მოიდანა შენთვისაც ჩემთვისაც კარგი ყინულს მოვიდა შენთვისაც მოვიდა მაინც კაცო როგორ არ შეეშინდა შენი ამ ხელაკაცის კაცო როგორ გცემ აბა რა გინდა ხა თავიდან დავიწყო ისევ მოყოლა გითხარი საიდანაც მახსოვს მამა ხარ მამადან დაიწყო და გამოექანა დამეჯახა მაქამდე გაჩერე მე აღარ მახსოვს რა გავაკეთე აჰა მიდი გამომართე
შენ რა მოგივიდა ვისე ჩხუბე სადაც? კარგი. სვეტასთან ცეკვავდი. მოვიდა ის გადარეული ქმარი და კარგი რა ბაბუ, კარგი რა, გამაგიჟებში. ყოველ წელს ერთი და იგივე შეიძლება ხო? რა ქენი მე რა? რა ქენი? არა, ბაბუ, ახლა 70 წლის კაცს ხელს დავარტყამდი, როგორ რატო შენ ხო უფროსი ხარ იმაზე? მე ჩემზე პატარას დავარტყამდი, ისე როგორ მოგერი ერთი აი კავარჯენით მოუწვდა ბაბუ თორემ კლასელები არ მოგეხმარებთ. არა, რას მოგეხმარებოდნენ ბაბუ? შოთა არის და ყურში არ ესმის და ვერ გაიგო ვერაფერი. გივი არის და თვალში ვერ იხედება და დააგვანება თავი ყველაფერს. ხოდა ის ზალმაგი და დროი ხელთა მე ვარ მეცალა და სვეტას დაასეირნებდა და და რა ვიცი რა ვთქვი ისეთი რაგვარი ხარო ფერაძე მეთქი და რა ვიცი რა ვიცი მე რა ვთქვი რა სვეტას თუ ხარ რა ლამაზი ხარ მიყვარ ხარ მეთქი და ნიკა გაკვეთილები მოამზადე. არ უნდა იმეცადინო? არა. რატომ მზად გაქვს უკვე? არა, ეს მაქვს პოპკორნების მენეჯერი. ნიკა. ის როგორ არ გამოდის? ქალბატონი. ხო რეზო. ხო გითხარი ამაღამ დავხურო და ხოლდინას დაგიბრუნებ თქო. რეზო, გაიგე შენი მაგუშინო სკოლაში არ ვიყავით. ვეს ჩემმავერ. გაიგეს? გაიგეს. აუ, გეხვეწები დედას არ უთხრა რა. შენ ხო ყველაზე საყვარელი ბიძია ხარ. რა კარგი თავი გაქვს. წერან კი არ დაგცინოდი. მიყვარდი. გიყვარდი ხო? ხო და თუ გიყვარდი, მიდი ახლა ეს რძე დალიე ბოლომდე. მიდი. აუ, შენ რო ყველაზე საყვარელი ბიძია ხარ. საყვარელი ვარ, მაგრამ მკაცრი. მიდი ახლა დალიე და აღარ დავინახო იმ ჭიქაში და მე დატოვებული. ხო ელენე. კი ვიყავ. კი, კარგი სიტუაცია, ორი მენეჯერი ვართ. კი, რა ვიცი, კარგი გოგო. ხო. არა, ხო, მე მოგიყვები რომ მოხვალ. ხო, ნუ როცა მოხვალ. ხო, კი, ვისწავლეო. ერთი წუთით ახლავე. ელენე მეჩქარებაო და რძე დალიოსო. რა? დალიევერი. რა? მენეჯერი ხო? დედა! კარგი ხო. სვამდე. დავლიე დე. დე, იცი რა? კიდევ მინდა რძე. მომეცი. ხო ელენე, რა? კიდე დავუსხა? არა, ელენე, ამდენი რძე ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ხო, კარგი. ნიკა, წყალი მომიტანე. თეკლა, წყალი მომიტანე. ინებეთ. გამომართი. ჰა? ვაშა, მომეცი წყალი. მე. ნიკა, წყალი. თეკლა, წყალი. ვაშა, წყალი. ნიკა, წყალი. თეკლა, წყალი. აი, გამომართი. ვაშა, წყალი. ნიკა, კარი გააღე რა.
ვაშა გააღე კარი. თეკლა წყალი? ვაშა კარი და წყალი მომეც. ნიკა კარი გააღე, წყალი მომეც. ვაშა ნიკა ვაშა კარი გააღე. წყალი მომეც. ნიკა გააღე კარი, ვაშა გააღე. უპასუხე ტელეფონს. გააღე ის წყალი თუ მომეცით ტელეფონი უპასუხე გალიეთის ტელეფონი და მომეცით ტელეფონი წყალი უპასუხე ტელეფონი რა გჭირთ ხალხო რა გემიდა გაიყო ფერდოვი აიღეთ ეს ტელეფონი აიღეთ ხო ხედავ რა დღეშია აიღეთ ტელეფონი რა აი გაიჩიშა აიჩიშებოდა აბა რა იქნებოდა რა არის თავზე რა გჭირს მე რა მჭირს თავზე თუ შენ რა გჭირს თვალზე აი არა უშავს მეორე თვალზე ამიფარებია ხოდა ისა თეკლა რა უნდა გითხრა იცი მე დრო თუ გექნება ერთად გავისეირნოთ ხო რა იყო ბავშვი რა იყო რა მოგივიდე რა კინოში დაპატიჟე წამო ხვალ თეკლა წამოვაკი არა იქ დაგხვდება ისა თეკლა მართლა წამო ხვალ ჰა მოიცა შენ მამა ჩემთან იყავი რა მამა შენთან ვიყავი საიდან მოიტანე რა მამა ჩემის საგვარეულო ბეჭედი გახატია თავს ვერ გამოასარი პეტო გამოვასარი იმდენი საკეტი გონდა სახში რას გამოასარი არა რაღა დროს კარი ჯაჭი ჩაკეტვაა ვერ გავიგე რა სლაპარა ისე დედას არაჩვეულებრივი ხელი ქონია არაჩვეულებრივ ხალხს ამზადებს თურმე მოიცა გაგიმასპინძდნენ რა გამიმასპინძდნენ არა ის უყურე როგორ იყო ეხლა მოგიყო რა მოხდა როგორ მოხდა მოკლედ თეკლას მამამ რო დამარტყა და იგე ეს საგვარეულო ბეჭედი ხო დამარტყა ხო და ინერციით ესე წავლორბაცი და ესე ფხალისთებში იდო და ჩავარტყი სახე იგე ხო ჩავარტყი ეს სახე გაიგე ფხალისთებში და ბარემი ხო ვიყავი და ერთი ორი უკვე შემომეცი რა იგე შემომეცა რა ბარემი ხო ვიყავი გამაგიჟებს ეს კაცი რა არავინ არ ეცოდება დედა ჩემი გადაყვებოდა იმ ფხალის გაკეთებას სად არის ჩემი ტელეფონი აქტივს მომიცი აწავიდა რა არის საწავიდა პატა და მამამის უნდა დაურეკოს უნდა ეჩხუბოს რა არის ფხალით გაუმასპინდეთ მარტო სტუმარსო დაგეყარათ გოჭი ქათამი ინდაური რაღაც ერთი მეორე რა კარგი რა ლაშა რა მე იუმორება ეხლა მე კარგი რა ბიძია მე უნდა დავიძინო და გინდა მაგარი რაღაც გაჩვენო კი ნახე რა კაბინეტი აქვს თეკლას Whoa! Კეჯაღნიკა. აჰა. კარგი რა მამა რა აღარ გელაპარაკებდი. არა, მაშინ არ გელაპარაკებოდი, მაგრამ მაშინ ისე არ გელაპარაკებოდი, რომ დაგელაპარაკე და ახლა ისე არ გელაპარაკები, რომ მართლა არ დაგელაპარაკები. თეკლა? ხო. რა არის? ოხ ნიკა. ლაშა. წაშალე. მაშინ ჯერ შენ. ერთად წავშალოთ. მოდი. მიდი. ჰე. ერთი. ორი. სამი. ცილილებისა ლაშა. ალბათონი. აუ რა მაგარი სურათებია. ამას Facebook-ზე ავტვირთავ. ან არ ავტვირთავ და ველოსიპედს მიყიდიან. ან და ჯერ ველოსიპედს მიყიდიან და მე ავტვირთავ.
გაიგე უკვე რეზოში რომ მივდივარ? კი, მაგრამ არი ნერვიულო გოგა, დაგელოდები მე. სად დამელოდები? აქ. როდის ხა ჩამოვა ახლა? ჯერ არც წასულა და